მოგესალმებით ყველას, მოგესალმებით ვინც გვისმენს და გვიყურებს, მოგესალმებით შტაბიდან და რავი, ზედმეტი შესავლების გარეშე ვაგრძელებთ ცოტა დიდი პაუზის შემდეგაც, ხო, ეგრე გამოგვივიდა, მაგრამ რას ვისაუბროთ, ესე არის. თავისი მიზეზებიც ჰქონდა, უკვე ალბათ მესამედ ვამბობ, ან მეოთხედ უკვე ჩვენს იმაში, ჩვენ ჩანაწერებში, ცოტა დიდი პაუზის შემდეგ იბრუნდებით. არა, ბოდიში ხა მიზეზები, ეხლა რომ ფიქრობ, ყოველ მეორე დღეს ისეთი რაღაც ხდებოდა, რომ მე პირადად მჭირდებოდა 2 დღე, რომ გამეგო რა ხდებოდა. მე უცბად კიდე ისეთი ხდებოდა და ესე მიეწყო დომინოსავით და აი ახლა რომ ცოტა თავი მოუყარე, აზრებს კიდე მიკვირს რა, იმიტომ რომ ყოველდღიურად ძალიან მნიშვნელოვანი პროცესების მომსწრეები ვართ და რა ვიცი, მეც მართალი გითხრა, რაღაც დროს გული მწყდებოდა რომ ვერ ვაკეთებდით და ვერ მივყვებოდით ტემპში, მაგრამ ახლა ვფიქრობ რომ კარგიც იყო, იმიტომ რომ რაღაცნაირად გავიარეთ და გავიაზრეთ და შეგვიძლია ცოტა უფრო მეტი ვილაპარაკოთ რა, მიახლოვებული რაღაც ფაქტებთან, ხო? იმიტომ რომ ეს ფაქტებიც მართლა ყოველდღიურად იქმნება და ახალი რაღაცები ჩნდება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის პირადად მიმართულებები უკვე გამოჩნდა. და შეგვიძლია ცოტა უფრო მეტი დარწმუნებით ვთქვათ, რასთან გვაქვს საქმე, უახლოეს რამდენიმე თვის განმავლობაში მაინც და როგორ შეიძლება მოვიქცეთ. კი ბატონო, მე ჩემთვის ბოლომდე ბევრი რაღაც არ გამოჩნდა, ბევრი რაღაცა ჩანს, თუმცა აი ეს მოვლენა რაც შენ აღწერე, როცა რაღაც ხდება და როცა ხვდები რა ხდება, როცა ამაზე ფიქრობ დრომი აქვს და სანამ მიხვდები და ამაზე რეაგირებას იწყებ, უკვე ახალი მოვლენა ხდება, ამას ქვია ბოიდის მარყუჟი და გამოიყენება როგორც ასე ვთქვათ ბიზნესში, ასევე სამხედრო საქმეში რა და შედგება რითი, რომ პირველი შეამჩნიო, ანუ მოქმედება დაიწყო პირველმა და სანამ შენი მოწინააღმდეგე მიხვდება შენ რას აკეთებ, შენ უკვე მეორე მოქმედება გაქვს დაწყებული და მეორე უკვე მესამე მოქმედება გაქვს დაწყებული და შენს მოწინააღმდეგეს ჯერ კიდევ პირველზე არ აქვს ნორმალურად პასუხი გაცემული. ანუ იმიტომ ვთქვათ, 2 ტაქტიკთან, 2 საფეხურით ყოველთვის წინ ხარ რა. აი რაღაც ამ მდგომარეობაში ვართ ზოგადად. მოწინააღმდეგე აქვს დაწყებული მოქმედება, აქვს ინიციატივა და როდესაც ჩვენამდე მოდის ინფორმაცია, რას აკეთებენ და ჩვენ ამას ვიაზრებთ, ის უკვე მეორე და მესამე ნაბიჯს დგამს. და აი თითქოს აი აქ ჩამორჩებით. თითქოს აი სერიოზულად ჩამორჩებით, იმიტომ რომ აი ძველ ნაბიჯებს პასუხობთ. ხო, მაგრამ ძველ ნაბიჯებსაც არ თლად ისე წარმატებულადაც ვერ უპასუხობთ ხო? ხო, მაგრამ მოდით ასე ვთქვათ, იმასაც ვიტყვი, რომ რაღაცნაირად ამოიწურა სიურპრიზების შესაძლებლობაც მთავრობის ხელში და ამიტომ უფრო მეტად შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რა ფორმა მიიღო მთავრობის ავტორიტარიზმმა ამ მომენტისთვის, რაც რამდენიმე თვე კიდე გასტანს და მე არ ვიცი მართალი გითხრა, ამის იქით დამძიმების რა რესურსია, მაგრამ მოდით დავიწყოთ რა, უკვე ძალიან ზოგადი ასე ვთქვათ შეფასებებიდან ძალიან კონკრეტულ რაღაცებზე გადავიდეთ და თუ შეიძლება მაშინ პირველ რაღაცა ესეთ მონახაზივით ვიტყვი, რომ საქართველო არის ძალიან ფანტასტიკური რუკის ნაწილი. დღეს ეს არის დემოკრატიისთვის ბრძოლის გლობალური რუკა და დღეს თუ სადმე არსებობს დემოკრატიული ბრძოლა, თქვათ აღმოსავლეთ ევროპულ, ცენტრალური ევროპის ქვეყნებში, გნებავთ ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუ სადაც გნებავთ, წარმოიდგინეთ ახლა სამყაროს, მაგრამ ძირითადად ახლა კონცენტრაცია აქ არის, ხო? საქართველო არის ამ რუკაზე. ანუ კიდე ერთხელ შემგვიძლია ალბათ სიამაყით აღვნიშნოთ, რომ ჩვენ და მე ამაში დარწმუნებული ვარ, როცა ვამბობ, რომ ჩვენ რაღაცნაირად გავახურეთ მართლა სიტუაცია და რაღაცნაირად იმედი მივეცეთ ძალიან ბევრს, რომ თითქოს გამოუვალ, თითქოს ჩაკეტილ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს. გამოსავალი არსებობს ერთიანობაში, სოლიდარობაში, რიცხოვნობაში და რაც არ უნდა სცადონ აი ამ საერთაშორისო პოლიტიკურმა ჯუჯებმა, რომ დაძვრებიან ხოლმე და ცდილობენ ნარატივებში ჩარევას და ჩათლახურად სადღაც საერთაშორისო მედიებში რაღაცების ჩაწვეთებით დამახინჯებას ფაქტების. აი მაგალითად საქართველოს ყველაზე დიდ შეკრებაზე CNN-ს მიეწოდეს ინფორმაცია, რომ 50,000-ია და ესეთი რაღაც ეპიზოდები იყო რა ჩვენს ბრძოლაში, მაგრამ ხო კარგად გამოჩნდა, რომ ეს იყო მართლა მასშტაბური პროტესტი
იგივე ვნახეთ ახლახანს რამდენიმე დღის წინ ბელგრადში, იგივე ვნახეთ და იგივე პროტესტს უყურებთ დემოკრატიისთვის უნგრეთში, სლოვაკეთი, ასე ვთქვათ, რიგშია და ამ ყველაფერში მონაწილეობს და არ ვიცი რუმინეთში საერთოდ ესე იგი უკვე მთავრობა ცდილობს ჩაერიოს ამ დეზინფორმაციის კამპანიებში და ძალიან კონკრეტული ნაბიჯებით ახალი ექსპერიმენტების შექმნას ცდილობენ. მოკლედ დიდი ამბების მონაწილეები ვართ, რაც ერთის მხრივ ენერგიის წყაროა, ანუ ჩვენ ვიკვებებით ამ ენერგიით, ჩვენ ვიღებთ ინფორმაციას, ჩვენ ვცვლით ინფორმაციას და მარტოები აღარ ვართ ჩვენს ბრძოლაში და არც გამარგინალებულები აღარ ვართ, როგორც აქამდე თვლი რომ იყო საქართველოს დემოკრატიული მოძრაობა და მეორეს მხრივ შეგვიძლია ვისწავლოთ და საერთოდ დავაკვირდეთ, ესე იგი ამ რაღაც ერთიანი პროცესის უკვე შედეგებზე დავიწყოთ ფიქრი, რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს რა. მე ვერც წარმოვიდგენდი რომ ეს მოხდებოდა და ხდება, ფაქტია ხდება და ძალიან ბევრი ამბობს რომ აი ამ მნიშვნელობა აქვს, ვიკრიბებით, გამოვდივართ რაღაც, მაგრამ ასე ვქო რა მნიშვნელობა აქვს. ანუ ყოველ მეორე დღეს ჩვენ ვხედავთ ან ახალი ადამიანები უერთდებიან პროტესტს, ამ ნაბიჯს დგამენ, მოქმედი არალეგიტიმური მთავრობის წინააღმდეგ, ანუ ხიდებს წყვეტენ მათთან, მაკავშირებელ ძაფებს ჭრიან და ამით ქმნიან ახალ სივრცეს, უერთდებიან და მეორეს მხრივ ახლა რაც პროტესტი დაიწყო, იმის მერე ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ეს ევროპული საზღვარი გაივლო დემოკრატიულ საზოგადოებასა და არალეგიტიმურ მთავრობას შორის და ეს ძალიან საინტერესო მოვლენაა, იმიტომ რომ ერთის მხრივ თითქოს და გაუგებრობას ქმნის, აი საით მიდის ეს ყველაფერი, მაგრამ ჩემთვის პირადად აჩენს ძალიან მკაფიო მოლოდინს, რომ ამ მთავრობის დამთავრებასთან ერთად საქართველოს ექნება აქსელერაცია, დაჩქარებული ევროპაში ინტეგრაციის პროცესიც. აუცილებლად რაღაც გუნდურ პროცესში ვიღებთ, ხო, გლობალურ პროცესში ვიღებთ მონაწილეობას და კიდევ ერთი რაღაც, აი შენ რაც თქვი, მაგ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ადრე ვლაპარაკობდით, რომ ავტოკრატიები რაღაც ერთნაირი სტრატეგიით ებრძვიან პროტესტებს რა. ანუ აი ძალიან იგრძნობა, რავი, უნგრეთში იქნება თუ სერბეთში, საქართველოში, რუსეთში, ბელორუსიაში და მანამდეც, ხო? და ნუ მთავარი რა არის, რომ რამდენიც არ უნდა გამოხვიდეთ, აი სერბეთში იგივე კომუნიკაცია ჰქონდა, ხო, პრეზიდენტს. რამდენიც არ უნდა გამოხვიდეთ, მე ვიტყვი, რომ ცოტანი ხართ და რეაგირებას არ მოვახდენ და რეაგირებას რო არ მოვახდენ, აი რას იზამთ მერე. ანუ რაღაც ეგეთი კომუნიკაცია აქვთ და ამასობაში პროტესტებიც თითქოს დაემსგავსა ერთმანეთს. ანუ რაღაცნაირი ერთნაირი, ვერ ვიტყვი რომ ზუსტად ერთნაირი არის, მაგრამ აი ერთი როგორ ვთქვა, ერთნაირად მიდის რა და ამ სიტუაციაში ძალიან მნიშვნელოვანი არის წარმატების მაგალითი. ანუ პირველი იმიტომ რომ ავტოკრატიებმა გვაჩვენეს წარმატების მაგალითი ასეთ პროტესტებთან ბრძოლის დროს რა, რომ აი ერთხელ ვერ გაიტანეს, მეორედ ვერ გაიტანეს, მესამედ ვერ გაიტანეს და აი ეხლა გვჭირდება წარმატების მაგალითი, აი ამ ტიპის პროტესტის, აი ამის წარმატების მაგალითი და მე მგონია რომ რაღაცა მძივივით შეიძლება დაიფანტოს ეს ჩვენი ავტოკრატიები და სერბეთის მაგალითიც მოდის რა. აი ხლა უყურე მე მართალი გითხრა ძალიან ბევრ პარალელს ვავლებ მე-19 საუკუნის ბოლოს ამ ინდუსტრიალიზაციის პროცესთან და პოლიტიკურ ტრანსფორმაციასთან და მანამდე კიდე არ ვიცი რომელი საუკუნე დავარქვათ, ალბათ უფრო მე-16 საუკუნეების მიჯნის რეფორმაციასთან. ეს არის მასობრივი გადააზრება არსებული რეალობის და შეცვლის მცდელობა, ხო? თუ რეფორმაციამ შემოიტანა დეცენტრალიზაცია ქრისტიანობაში, შემოიტანა ავტონომიურობა, შემოიტანა რა ქვია ინტერპრეტაციები
და აზრის თავისუფლება და რელიგიის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება თუ ინდუსტრიალიზაციამ შემოიტანა ახალი ტიპის პოლიტიკური პარტიები თუ შემოიტანა რაღაცნაირად ასე ვთქვათ ახალი ტიპის რესპუბლიკის გააზრება ევროპულ სივრცეში ახალი წარმოების საშუალებები ჩემო ბატონო და ახალი ტიპის საზოგადოებრივი გაერთიანებები აი დღეს ჩვენ რაღაცნაირად ციფრული რეფორმაციის პირობებში ვართ ესე იგი ძალიან კატასტროფული სიჩქარით ჩვენი ცხოვრება იცვლება ციფრულ სამყაროსთან ერთად აი ამ ციფრულ სიჩქარეზე გადადის ჩვენი აზროვნება ჩვენი მოქმედება ჩვენი სინქრონიზაციაც წარმოიდგინე უცბად რამდენიმე თვე დაჭირდა და უკვე ევროპიდან გამოვიდა ანუ აი ევროპამ აირეკლა ქართული პროტესტი და ახლა ჩვენ ვირეკლავთ უკან ამ პროტესტს და ერთმანეთში ვატრიალებთ აი ამ ცოდნას ეს ძალიან სწრაფად ხდება და ზოგადად ჩვენი სამყაროც იცვლება და ჩვენი გარემოც იცვლება ყველაფერი რა ციფრულ რეალობასთან ერთად ეხლა კი ვიღაცა სადღაც ანგარიშების დაყადაღებას ცდილობს აქტივისტებისთვის მაგრამ უკვე კრიპტო ვალუტაზე გადასვლაზე ფიქრობენ და არა მარტო ქართველი აქტივისტები ანუ მთელ სოფლიოში ხო პარალელური ინსტიტუტები პარალელური რეალობა ძალიან ასე ვთქვათ შესაძლებელი ამბად გადაიქცა და უკვე რაღაცა ძალიან სასაცილო პატარა გნომიკებად ჩანან ეს ჯარიმებით ხელში მოსიარულე ვიღაც ახალგაზრდა ბიჭები პოლიციის ფორმებში გადაცმული უშვებენ წინ და უკან ვითომ რაღაც სამართალს იცავენ ვითომ რაღაც კანონს იცავენ და არიან სინამდვილეში ეს პატარა რაღაცა რას ეძახიან ეხლა მინიონები შემოიტანეს ტერმინი პოლიტიკური და იმას რა ქვია მასკის მინიონებს ეძახიან მაგის გუნდს ხო და აი ესევე ივანიშვილის მინიონებად გადაიქცნენ ეს ვითომ პოლიტიკოსები და ვითომ დეპუტატები ვითომ ბიზნესები და ასე შემდეგ ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი გააზრების პროცესია რაზეც ჩვენ ვლაპარაკობდით თვეები წლები რომ ეს იქნება კრიზისი რომ სერიოზულად უნდა მიუდგე დემოკრატიზაციის პროცესს რომ ეს არ არის თამაში რომ დემოკრატია არ არის ვიღაცა ტიპებისგან ფურცელზე დაწერილი ბლეფი რომელიც შეიძლება გაათამაშო კარტივით ხან შეიტენო ხან წაგლიჯო აი რაღაცა და მე ხუთში ჩაალაგო გადადო და ცხოვრება გააგრძელო ეს არის რეალური პროექტი რომელიც ცulis საზოგადოებებს რომელიც საქართველოშიც აუცილებლად შეცვლის და ამას ფაქტიურად ბანზე აგდებდა ქართული ფინანსური, პოლიტიკური, კულტურული, ეგრეთ წოდებული ელიტა, ანუ ტიპები, რომელს ხელშიც ახლა ცოტა მეტი რესურსია, თორე მეტი არ ვიცი ხა ეს სიტყვა როგორ შეიძლება გამოიყენო. დღეს ყველა ხვდება, რომ ეს ყველაფერი ძალიან ნამდვილია. და ეს ყველაფერი საქართველოში იქნება, საქართველო იქნება დემოკრატიული. მიუხედავად იმისა, რუსეთის მცდელობა როგორი იქნება და რა პროექტი აქვს და რა წარმოდგენები აქვს რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში რა. მე მგონია რომ აი ამ გლობალური, ასე ვთქვათ, სურათის დანახვა მნიშვნელოვანია დღეს ჩვენთვის ყველასთვის, იმიტომ რომ ვერ ნახავ საქართველოში რეფორმას 90-იანი წლებიდან მოყოლებულს, სადაც საგარეო ფაქტორი არ ყოფილიყო მნიშვნელოვანი ფაქტორი. საგარეო ფაქტორი და ევროპული ფაქტორი ჩვენთვის, ევროპული, ამერიკული ფაქტორი, დასავლური ფაქტორი ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. ახლაც ასეა. და ამიტომ აი ამ ფართო ჭრილში თუ არ დავინახეთ, ისაც საქართველოში ხდება, ხო? ნუ ძალიან ვიწრო ფოკუსით უბრალოდ აცდენილი ვიქნებით გზას რა, იმიტომ რომ გივლია შენს მაში რა ქვია, ფეხით ლაშქრობებში და ძალიან ხშირად უბრალოდ ბილიკი არ არის რა, მაგრამ ხედავ ჰორიზონტს აღიქვამ ძირითად ორიენტირებს მიყვები ასე გზას და ხშირად გაუკვალავში ზოგჯერ მაღალ ბალახში ზოგჯერ რა ვიცი დაბალ მოთიბულში ნახნავში მინდორში და ასე შემდეგ მაგრამ ორიენტირით მიდიხარ ხო და არა ბილიკით აი ჩვენი პროტესტიც ორიენტირებზე უნდა გადავიტანოთ დღეს იმიტომ რომ უკვე გადავედით გაუკვალავში. ეს არ არის ქართული დემოკრატიისთვის და არა თუ ქართული დემოკრატიისთვის რა. უკვე ხედავთ, რომ ძალიან ევროპული დემოკრატიისთვისაც საკმაოდ ახალი გამოწვევაა, როდესაც ძალიან დიდი რაოდენობით ადამიანები ცდილობენ ომის გარეშე გაწიონ გვერდზე მოძალადეები და შექმნან დემოკრატიული რეალობა.
ომის გარეშე, თორე ომი გავაკეთეთ 35 წლის წინ იყო, როცა ომით შეცვალეს მთავრობა. საქართველოშიც კი არა, მარტო ბევრგან იცვლებოდა ესე რა, დაეტაკებოდნენ ერთმანეთს და ვისაც მეტი იარაღი ქონდა, იგებდა რა, მაგრამ ეგ აღარ უნდა დღეს საზოგადოებებს, უნდათ რომ აი თანმიმდევრულად, თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ და ეს ძალიან მაგარი პროცესია რა, თავისთავად ძალიან ღირებული პროცესიც არის, თუმცა ძალიან რთულიც. ნუ მაგ კიდევ საინტერესოა რომ პარალელური პროცესია, იმიტომ რომ პარალელურად სერიოზული ომი მიდის, ხო? საერთოდ. აბა რა. დედამიწაზე და აი ეს პარალელურად მიდის ეს მშვიდობიანი პროცესები რა მშვიდობიანი, ასე ვთქვათ, ესა პროტესტები, ხო? რავი, ეხლა აი ეს ჯარიმები ახსენე რა და მე მაინც ჩემი შეფასება არის ის, რომ უბრალოდ მოწინააღმდეგემ რაღაცნაირად წარმატებას ვერ მიაღწია და რაღაც ომი გამოფიტვაზე შემოგთავაზა და რავი, შენ მე არ მეთანხმები ვიცი, მაგრამ მე უფრო რადიკალური ქმედებების მომხრე ვარ, რა თქმა უნდა, ისეთ ქმედებების, რომელიც არაძალადობაში ჯდება, მაგრამ ხო, მაგრამ როგორც მიდის, ისე მიდის. ადრე შენ შეადარე ბულდოზერს, ხო, რომელიც უბრალოდ მიდის და ვერ შეუცვლი ამას. ამ ბულდოზერს ვერ შეუცვლი ვერც მიმართულებას, ვერც დაამუხრუჭებ, ვერც აუჩქარებ და ასე შემდეგ. მიდის ეს პროტესტი. მით უმეტეს გასაგებია, რომ ესე მიდის, იმიტომ რომ ერთი ტვინი არ ყავს, ერთი განწყობით არ იმართება და ნუ თავისებურად მიდის. თავარი არის, რომ აი ამ რაღაცა სანქციებმა დამთრგუნველი რაღაცნაირი ეფექტი ვერ მოახდინეს და ვეღარც მოახდენენ როგორც ჩანს რა. ვერ მოახდინეს დამთრგუნველი ეფექტი, ანუ ამ სანქციებმა ვერ გამოაკლეს ადამიანები პროტესტს რა. პროტესტი მიდის და რავი, ეხლა კიდევ ცდილობენ, რომ უფრო რაღაც ესკალაციას მოამატონ, უფრო დამთრგუნველი გახადონ. მაგალითად, ცოტა ხნის წინ აი ესეთი ინიციატივა დადეს, რომ აი ეხლა ვისაც ჯარიმები აქვს, ისინი ქვეყნიდან ვეღარ გავლენ. ანუ თითქოს ისეთი რაღაცა გვითხრეს რა, რომ ადრე ხო გაძლევდით შანსს, რომ ვისაც არ მოგწონთ, ისინი გახვიდეთ ქვეყნიდან. აი ეხლა ვისაც არ მოგწონთ, იმათი ფანჯარა ცოტა ხანში დაიხურება. თითქოს აი ამას გაავს, აი ამ კომუნიკაციას, იმიტომ რომ მალე აი ამ ჯარიმიანებებს აღარ გაგიშვებთ რა. მალე აი ის ქმედებები, რასაც თქვენ აკეთებთ, უკვე სისხლის სამართალი იქნება. აი მალე ყველაფერი გამკაცდება. აი ეგ იცი როგორ რაღაცა მტერს რო ალყაში მოიქცევ და ერთ გასასვლელს უტოვებ, რომ აი წინააღმდეგობა არ გაგიწიოს და გავიდეს რა, წავიდეს, უკან დასახელს უტოვებ რა. მაინც არ ჭრის და არ მოქმედებს, იმიტომ რომ ჩემი აზრით უბრალოდ ფსონი არის ძალიან მაღალი რა. უბრალოდ ადამიანები უბრალოდ რაღაცა პროცენტით არ კარგავენ თავისუფლებას რა, ან ყველაფერს კარგავენ, ან თავისუფლები რჩებიან რა, ღირსეული მოქალაქეები და თავისუფალი ადამიანებად რჩებიან, ან კარგავენ ყველაფერს და იქ გაიღვიძებენ ერთ დღეს ზონაში, რომელშიც იქნებიან როგორც მონები, ან უბრალოდ რაღაცა მოსახლეობა, რომელიც უბრალოდ ცხოვრობს და რაღაც არსებობს რა, სუნთქავს და ჭამს. და ისიც იმ შემთხვევაში თუ გადაუგდებენ ზემოდან. მოკლედ, რაღაცა ეგ არის, ფსონები არის ორივე მხარისთვის, რაღაცა, ან ყველაფერი, ან არაფერი. იმიტომ რომ მოწინააღმდეგისთვისაც ეგ არის რა. ან ყველაფერი, ან არაფერი არის. იმიტომ რომ იმის იქეთ, რაც მათ გააკეთეს, ჯილდო არაფერი. კი, მოდი, ეხლა ეს ჯარიმები სერიოზულად უნდა გავიაზროთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა, ეს იყო, ესე იგი, მთავარი ინსტრუმენტი, რასაც ვაკვირდებოდით, პლუს, სისხლის სამართლის საქმეებთან ერთად, სისხლის სამართლის საქმეები წამოწყებული და აპირებენ, რომ ადამიანების ერთი ნაწილი ყავთ გამოკვეთილი, სამაგალითოდ დასაჯონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია მთელი ამ პროტესტის და ეს არ უნდა დავკარგოთ და უნდა გვესმოდეს, რომ ეს ხალხი არიან მძევლები, ხალხი არ არიან პოლიტიკური პატიმრები კი არ არიან, მაგრამ ესენი არიან ჩვეულებრივი მძევლები არიან. სახელი მათი არის მძევლები, ისინი აიყვანა ტყვედ ივანიშვილის რეჟიმმა და ვაჭრობენ, ადამიანებით ვაჭრობენ, ესენი არიან ჩვეულებრივი ტრეფიკერები, ანუ ეს მთავრობის წევრები, ესენი არიან ჩვეულებრივი ტრეფიკერები და ეს კარგად უნდა გქონდეს გააზრებული. ეხლა რაც შეეხება ჯარიმებს, ხო და მათთან ბრძოლის ფორმა, ან მე მგონი უკვე ნელ-ნელა საზოგადოებამ თვითონვე გამოკვეთა ეს ფორმა, ეს არის სამართლებრივ პროცედურებში სახელმწიფოსივე ახლართვა
იმდენი სამართლებრივი პროცედურის წამოწყება, რომ უბრალოდ სისტემამ ვერ შეძლოს ამ ყველაფრის გატარება. და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად იურისტების როლი, ანუ იმის მხარეს თუ მუშაობენ ეს ჩათლახები პროკურორებად და გამომძიებლებად, ეს ბოლო დროის ნაძირლები და ეს მართლა რაღაცა მშობლებოდ გაჩენილები, ვიღაცეები, აი ეს სირები, რომელიც ახლა გამოვიდნენ და ყველაფერს კადრულობენ, ხო, მთავრობის დავალებით, აქით რას აკეთებენ ეს იურისტები, ხო, რომელსაც შეუძლია მაგალითად გაზის მასობრივ გამოყენებას. ეს არის ადამიანობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, მასობრივი გამოყენება იარაღის, რომელიც ადამიანების ჯანმრთელობის მასობრივი დაზიანება გამოიწვია. ამაზე ექიმები მუშაობენ, რომ ეს დაზიანება იყოს გაზომილი, მაგრამ ეს სასამართლოსთვის მნიშვნელოვანი საქმე. ეს ფაქტები უნდა დაიდოთ, რომ ამა დედაეტიროთ, როცა იქნება სასამართლოს წესით და საერთოდ მე მგონია, რომ ეს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს საქმედ უნდა იქცეს, როგორც ახლა დაიჭირეს ფილიპინელი დიქტატორი, ზუსტად აი ასევე უნდა მოვიდეს დრო, როცა აი ამ ჩათლახებს მათ ტიმორ-ლესტესთან რომ დაალაგეს კურორტი ზაფხულობით რომ უნდათ ერთი ადგილი გაითბონ მზეზე, აი იმ ადგილზე უნდა დაადონ ბოქლომები, როცა მაგ გათბობას დაიწყებენ. და ეს დროც მოვა, იმიტომ რომ ეს საერთაშორისო სისტემები არსებობს და ეგ სისტემები იმათზე უფრო დიდ ხანს ძლებს, ვიდრე ეს რეჟიმია. ასე რომ ამისთვის უნდა მოვემზადოთ საერთაშორისო საქმეების მომზადება უნდა დაიწყოს და გაზის მასობრივი გამოყენება, თვალების დათხრის საქმე, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს თაროზე დევს. ეს 5 წელი გავიდა, უკვე მე-6 წელია ამ საქმის, ამ საქმეზე გვჭირდება ძალიან ბევრი მასალა უბრალოდ რომ დაიდოს. მასიურად დაპატიმრება აქტივისტების და მასიური დევნა ადამიანების, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და სასამართლო საქმედ უნდა გადაიქცეს და კოლექტიურ სარჩელად უნდა გადაიქცეს. ადამიანების უკანონოდ მტკიცებულებების გარეშე დაჯარიმება, როგორც მასიური საქმე, უნდა გადაიქცეს კოლექტიურ სარჩელებად, ადამიანების სახელი გვარები უნდა ჩაიწეროს ამ ყველაფერში და ეს სარჩელები პროკურატურაში უნდა შევიდეს, ფორმალურად უნდა დაფიქსირდეს ეს ყველაფერი. ჩემო ბატონო, კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი, მასიურად სრუმოწმეების საქმეები. სრუმოწმეების საქმეები. ამ ხალხის სია უნდა შეიქმნას და შევიდეს პროკურატურაში. ადვოკატებს აყავთ ეს ხალხი იდენტიფიცირებული, იმიტომ რომ მათ საქმეებში გამოდიან სრუმოწმეებად, ხო, პროფესიონალი მოწმეები, ეგრეთ წოდებული. ამ ხალხმა პასუხი უნდა ააგოს. როცა იქნება ამ ხალხმა პასუხი უნდა ააგოს. მაშინ უნდა ააგონ პასუხი, როცა გადაწყვეტენ, რომ უკვე სამშვიდობოს არიან გასული. აი მაგ უნდა დაეწიოს აი ეს ცოდვები, რასაც დღეს ჩადიან. ეს ვიღაცა იტყვის, რომ პატარა ბიჭები არიან, სულელები არიან, პატარა და სულელი არის, ეს რა ქვია, სკოლაში. ესენი არიან გამომძიებლები. ესენი ხელს აწერენ რაღაცას, რაც იციან რა არის. პასუხი უნდა ააგოს ამ ხალხმა სრუმოწმეობაზე. ანუ სამართლებრივი ფორმა ამ ყველაფრის და ჩარჩო შესაქმნელია. საქართველოში არის ბევრი იურისტი და თუ ეხლა რაღაცა შეგვიძლია, უნდა ვისხდეთ და ერთად უნდა ვიმუშაოთ ამ ყველაფერზე, ამას მივცეთ ფორმა, ეს გადავიტანოთ ქაღალდებზე, ვიღაცამ ესაკეთოს ქვეყნის გარეთ, სადაც უფრო უსაფრთხოდ ინახავს მონაცემებს. მე არ მგონია, რომ საქართველოში იურისტის მუშაობა დღეს არის უსაფრთხო. ნებისმიერი კომპიუტერი, რომელიც ამ საქმეში იქნება, შეიძლება რაღაც დროს ჩამოართვან ადამიანს, გაუტეხონ მასალა წაუშალონ. ამიტომ უნდა იყოს პარალელური პროცესი. საქართველოს გარეთ არიან ქართველი იურისტები, სტუდენტი, დოქტორანტურის სტუდენტი, ვინც არიან, ანუ ეს გუნდი უნდა იყოს ესეთი უფრო საერთაშორისო გუნდი, ინფორმაცია იცვლებოდეს და მასალა გროვდებოდეს ევროპის უსაფრთხო სახელმწიფოებში, სადაც დაცულია როგორც კომპიუტერი, ასევე იურისტი და საქართველოს სახელმწიფოს უკანონო მოთხოვნას არ შეასრულებს ადგილობრივი მთავრობა და არ დაიწყებს ძიებას ამ ადამიანის წინააღმდეგ, იმიტომ რომ უნდა ველოდოთ იმასაც, რომ ძალიან ბევრ ყალბ ბრალდებას მოიფიქრებენ ადამიანების წინააღმდეგ და შეეცდებიან ინტერპოლით, შეეცდებიან რაღაცა აი ამ საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით ადამიანებს გადაადგილება, შეუზღუდონ, შეაფერხონ და ამ ყველაფერმა საქმე არ უნდა დააზიანოს. ასე რომ მე მგონი ძალიან ბევრი რაღაცა ვნახეთ უკვე, მაგრამ ამასთანავე ერთად ისეც უნდა ვთქვათ, რომ
მარტო ძალიან ბევრი კი არ არის. რა მე მგონი ეს აღარ აქვს არ არის მეტი მთავრობას, ანუ მეტი ინოვაცია არ არსებობს, რასაც აკეთებს ეგ არის, ან იჭერს, ან ბრალს უყენებს, ან ამწარებს კრიმინალის გამოყენებით ცდილობს რომ ზეწოლა მოახდინოს, უღონდ ეს ყველაფერი რაღაცნაირად თავის ასე ვთქვათ ჩარჩოებში მოექცა და არის ამ ჩარჩოებში. არის ამ ჩარჩოებში და სამოქალაქო საზოგადოებამ ეს რაღაცა მოინელა. ეს პროცესი ამ ეტაპისთვის მოინელა. და ამ ეტაპის მიუხედავად არსებობს ჯერ კიდევ და დისკუსია შენარჩუნებულია, სოციალურ ქსელებს ჯერ ვერ თიშავენ და მე არ ვიცი რამდენად შეძლებენ გათიშვას, იმიტომ რომ ის პოლიტიკური ძალა, რომელთანაც კავშირის დამყარებას ცდილობს, სოციალურ ქსელებზე დგას და რამდენად ეხლა ეტყვიან რომ ჩვენ შენ უნდა გაგთიშოთ, როდესაც აგერ ვენსი გამოვიდა მიუნხენის კონფერენციაზე და მთავარი რაზეც ილაპარაკა რომ რაღაცა სოციალური ქსელები გამოხატვის თავისუფლება და ასე შემდეგ. ხო, ეხლა ამიტომ გამოვრიცხავ ფაქტიურად იმას სოციალური ქსელები გათიშონ. იყენებენ რა თქმა უნდა სტრატეგიებს, ეს არის იგივე მასიური რეპორტის სტრატეგიები, რისის ხვეპლით ჩვენც გავხდით. და ნუ ამას იზამენ და დაარეპორტებენ ვიღაცებს, ვისაც არ უნდათ რომ თქვათ ვისი სიტყვაც არ უნდათ რომ გავრცელდეს საზოგადოებაში, მაგრამ ისევ ჩვენ ვხედავთ რომ მიუხედავად რეპორტისა არის საზოგადოების ნაწილი, რომელიც მაინც ჩვენ გვისმენს, ვიღაცას უსმენს, მესიჯი ვრცელდება, სადღაც მეც მომდის შეტყობინება, ასე რომ ეს ამბავი მიუხედავად ყველაფრისა მაინც მუშაობს და ინფორმაცია იცვლება, ასე რომ აი ახლა მე მგონი სწორედ აი ამ გრძელვადიანი რეფორმაციის პროცესში ვართ. ამ პროცესს ექნება თავისი აღმავალი და დაღმავალი ეტაპები, მაგრამ რეფორმაცია აუცილებლად დასრულდება იმ შედეგით, რა შედეგითაც თავის დროზე რელიგიური და მერე ეკონომიკური რეფორმაციები დასრულდა, ხო, ახალი რეალობით. და ეს ახალი რეალობა უკვე რასაც უყურებთ ნაკლებად ავტორიტარიზმის მხარეს, მაღალი ალბათობით ეს ახალი რეალობა უფრო თავისუფლების მხარეს არის და აი ნახოთ რა, ანუ აქ უკვე ჩვენს მოხერხებულობაზეც არის და კრეატივზეც არის და აი შენი კომენტარის მერე რამდენიმე სიტყვით უბრალოდ კრეატივზეც ვიტყვი. კი ბატონო, რავი, მე უბრალოდ არ გამოვრიცხავ ახალ სიგიჟეებს მათი მხრიდან რა. ანუ ხო, იმიტომ რომ როგორი რაღაცას დავაკვირდი, იცი, რომ ჩვენ არა მარტო ჩვენ, აი მაგალითად მე როდესაც ვაკეთებდი ხოლმე, ანუ ვაკეთებდი რაღაცა პროგნოზს, პროგნოზის რაღაც დიაპაზონი, რა შედეგი შეიძლება დადგეს რა, ამა თუ იმ დროს, ხო? აი ყველაზე სასარგებლო შედეგიდან ყველაზე ასე ვთქვათ, ცუდ შედეგამდე რაღაც დიაპაზონი რო ავიღოთ, რეალობა დგებოდა ხოლმე სადღაც შუაში რა. აი ავიღოთ ყველაზე სასარგებლო, ყველაზე ისეთი, რომელიც არ მოგვეწონება და აი რეალობა სადღაც შუაში განაობს ხოლმე წესით. მაგრამ ამ შემთხვევაში ბოლო პერიოდი არის, როდესაც რეალობა აი ამ დიაპაზონში კი არ ექცევა, ორჯერ და სამჯერ უფრო მძიმე გამოდის. ანუ აი იმ გრაფას დება ბევრად რა, სადღაც სხვაგან მიდის ხოლმე. არა მარტო ჩვენთან, მთელ მსოფლიოში რაღაც აი ეგეთი ტენდენცია არის რა. აი ეს მოხდება თუ არ მოხდება, აი ამაზე ბჭობენ და უცბად ისეთი რაღაცა ხდება, რომ ორჯერ და სამჯერ უფრო მძიმე არის ზოგადად რა. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს ხელისუფლება უფრო მეტად გაგიჟდეს. არ გამოვრიცხავ ისე გაგიჟდეს, რომ როგორი მაგალითად აი სიგიჟის პრეცედენტებიც თქვა არ ყოფილა რა. დღეს თუ რაღაცა აი პუტინის ხაზს მიყვებიან, ან ემეთი დაიწყეს რავი, სხვადასხვა მაგალითებით დაიწყეს მოქმედება, სხვადასხვა გაზიარებით ვთქვათ მეთოდების რაღაცა თავისი გააკეთონ. მე ამას სულაც არ გამოვრიცხავ. უბრალოდ სოციქსელებს რაც შეეხება. რავი, სოციქსელებს ძალიან ბევრი ფული აქვთ ჩასხმული რა. ანუ სოციქსელები არის მათი უპირატესობა, თვითონ ასე თვლიან, ხო? ქარხნები და ფაბრიკებს ამუშავებენ ამ ბოტების და ეხლა სოციქსელების გათიშვა ნიშნავს მათ ფიასკოს და აღიარებას ამ ფიასკოს, რომ აი ვერ იმუშავა რა. და სოციქსელები რო გამოვაკლო, ანუ პროპაგანდის ეს სერიოზული რგოლი რო გამოვაკლო, რავი, რაღა დარჩება ქართული ოცნებიდან. დარჩება რეალობა. და რეალობა არის რეალურად გამრუდებასაც ცდილობს ქართული ოცნება მუდმივად. იმიტომ რომ რეალობა არის ის, რაც მათ მხარეს არ არის. ანუ მათ წინააღმდეგ არის. ხო? რავი, მე სიმართლე გითხრა, ველოდები ცოტა მეტ სიგიჟეს მათი მხრიდან და რაღაცა რავი, მეტ
მეტ მონდომებას რომ იქნებ აი ამ ნაბიჯმა მაინც გააჩეროს პროტესტი, ანუ შემდეგმა ნაბიჯმა მაინც გააჩეროს. მაგრამ ფაქტია რომ აი ეს როგორც აი ამ ნელ-ნელა ზრდამ რაღაც შედეგი ვერ გამოიღო რა. ხო, რამხელა დიაპაზონი გვაქვს, ხო, მათი მხრიდან რეპრესიების, ანუ პირდაპირი გასწორებებით, პირდაპირი ცემით და ტეხვით, ძვლებში ტეხვით ადამიანების სისხლის სამართლის საქმეებით და ჯარიმებით, ხო? აი ამ და რა ვიცი, ბიზნესმენებს უბრალოდ აკოტრებენ, ხო? ანუ ესეც ხო დიაპაზონია სანქციების, ხო? და მაინც ვერ მიაღწიეს წარმატებას, რავი. მე სიმართლე რომ გითხრა ერთი რაღაცნაირი მე მართალი გითხრა ეხა ერთ ნაწილზე მინდა კიდე ვილაპარაკო 10 წუთი გრჩება ჩვენი ჩანაწერის დასრულებამდე და ერთია ძალიან მნიშვნელოვანი რაც კიდევ ანუ გვაკავშირებს დასავლურ სამყაროსთან იქაც ეს დებატია და ჩვენთანაც ეს დებატია Facebook-ში ყოველ შემთხვევაში მე რასაც წავაწყდი ქართულ Facebook-ში რატომ არ უჭერს მხარს პროტესტს ღარიბი საზოგადოების დიდი ნაწილი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, იმით რაღაცნაირად მე პირადადაც ისეთ შთაბეჭდილება მაქვს, რომ ეს საშუალო კლასი, ასე ვთქვათ, საზოგადოების დარჩენილია კორუმპირებულ კრიმინალური ოლიგარქიის და ღარიბი მოსახლეობის აი ამ რაღაცა კავშირთან პირისპირ. როგორ შედგა ეს კავშირი, ხო? რა გააკეთეს ამ კორუმპირებულმა კრიმინალებმა ისეთი, რასაც საშუალო კლასი არ აკეთებს, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომელიც სიღარიბეში ცხოვრობს, მათთან უფრო ცდილობს ხაზების გაბმას, ვიდრე საშუალო კლასთან, ხო? და აქ მე მარტივი აღქმა იმისა, რომ იცი, აი ისინი ფულს იხდიან და ფულის გამო ხალხი რაღაც აკეთებს, მე ასეთ მარტივ ახსნას არ დავჯერდებოდი რა და მე მგონი ამაზე ფიქრი უნდა დავიწყოთ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს კარგად წარმოვიდგინოთ. რა ხდება ისეთი? ვერ ხედავს საზოგადოების დიდი ნაწილი თავის მომავალს საშუალო კლასთან ერთად, ვერ ხედავს რაღაც პროექტს, რაღაც პერსპექტივას, რომლის მონაწილეც უნდა გახდეს. რაღაცა არ ხდება, ისე სალაპარაკო ენაა, სხვა ენა აქვს, ჩვენ სხვა ენა გვაქვს. ანუ რაღაცაშია საქმე, ფაქტია ეს უნდა გამოვიძიოთ. და მთელი ამ პროექტის, ასე ვთქვათ, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების თავარი ნაწილი, ჩემი აზრით, სწორედ ეს ძიებაც უნდა იყოს და აქ რო სერიოზული პრობლემები გვაქვს, ეს ცხადია. ამ ძიებაში, იმიტომ რომ 2 დღის წინ გამოქვეყნდა კიდევ ერთი სტატია საქართველოში პროტესტის შესახებ და უცხოელი ავტორი წერს, რომ თავარი პრობლემა არის ივანიშვილი. არაფრით არ დავეთანხმები. არ არის ესეთი მარტივი ფორმულა პრობლემების. ივანიშვილის შექმნა ამ საზოგადოებამ, ერთმა ჯგუფმა ყოველ შემთხვევაში საზოგადოების დიდმა ნაწილმა მიიღო ეს ფიგურა და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მიიღო ის როგორც რაღაცნაირად გადაწყვეტილების მიმღებ ტიპად. ახლა ვიღაცები ჩაეხსნენ და თქვეს რომ არა ბლეფია ეს ტიპი არ არსებობს და ამასთან საქმეს აღარ დავიჭერთ, მაგრამ ვიღაცები არ ეხსნებიან და ასე ვთქვათ წინ იფარებენ ეხა ამ ტიპს, ამის სახელს და ამბობენ რომ არა ჩვენ აი ამ გუნდში ვართ, ხო? რატო ხდება ეს? რა განაპირობებს ამ ამბავს? ეს უნდა კარგად გქონდეს გააზრებული. და უნდა ვცადოთ მე აი ამ არგუმენტების, ასე ვთქვათ, გამოყენებით, რა არგუმენტებსაც კვლევა გვაძლევს, იმ ადამიანებთან ვიურთიერთოთ, ვიც დღეს ივანიშვილის მხარეს დგომას ამჯობინებენ მასთან დაპირისპირებას. იმიტომ რომ ფაქტია, დაპირისპირება შესაძლებელია, საზოგადოების დიდი ნაწილი უპირისპირდება, მაგრამ ის მხარეს დგომასაც ვიღაცეები, ასე ვთქვათ, ფიქრობენ და ესეც გასათვალისწინებელია, რომ გავიგოთ რატო აკეთებენ ამას რა. იმიტომ რომ საბოლოო ჯამში პრობლემა ვისთანაც გვაქვს, პრობლემა ჩვენ გვაქვს რაღაცა პატარა ჯგუფთან, ტერორისტული განწყობის ადამიანების, რომელიც მზად არიან თავისი ქონების და პოლიტიკური პოზიციის დასაცავად გაწირონ ყველაფერი. გადახაზონ ყველაფერი, საქართველოს პროექტი გადახაზონ, იდეა გადახაზონ, კონსტიტუციონალიზმი გადახაზონ, კანონი გადახაზონ, სამართლიანობა, ყველაფერი და ნუ მერე სცადონ და ეს ყველაფერი გაიправონ, როგორც
თავის დროზე გონიურული ნაბიჯი გადადგა და რაღაცა აი ჩვენ ვიცით ახლა ისტორიიდან რაღაც ესეთი ბლეფი ისტორიები რომ აი მეფემ იმიტომ მოკლა თავის ძმა რომ სხვა გზა არ ქონდა და რაღაც და აი მე ეს შემოგტენონ აი ესეთი ზღაპრები და ამბები რა კარგად უნდა გვესმოდეს ეს კარგად უნდა გვესმოდეს და რა ვიცი მე მგონი არ არის რთული ამ უკვე გამოკვეთილ ხროვასთან დაპირისპირება რომელიც ძალიან პატარა ჯგუფია მაგრამ თავის გავლენას ავრცელებს ადამიანების ერთ ნაწილზე რადგან მათთან რაღაცა საერთოს პოულობს უნდა გვესმოდეს რა არის ეს საერთო ეთახმები მნიშვნელოვანი ამბავია მნიშვნელოვანი კი არა შეიძლება ეგ გადამწყვეტიც იყოს რა იმიტომ რომ რავი როგორც ასეთი ივანიშვილი დღეს როგორც ფიგურა როგორც ავტორიტეტი ჩემი აზრით არა მხოლოდ სერიოზულად დაზარალებული არამედ უბრალოდ აღარ არსებობს რა მე არ ვიცი ივანიშვილმა როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება და აი თავისი სახელის შენარჩუნება თუნდაც შეძლოს თქვა აი ქვეყნის შენარჩუნება რა იმიტომ რომ ივანიშვილისთვის რაც იყო ყველაზე მნიშვნელოვანი აი ეს რაღაცნაირი ფარდის მიღმა მოქმედება და ეს ტყუილები და ტრიუკები და მოვლა და რეალობის გამრუდება ხან გამრუდებული სტარკე დავარქვით და ხან უბრალოდ რეალობის გამრუდება ხან უბრალოდ ნისლის ჩამოფარება ხო აი ამის ოსტატი არის ხო აი ეს ყველაფერი მოიშალა და გაშიშვლებული არის ანუ შიშველი მეფეს არ ვიტყვი მაგრამ შიშველი ივანიშვილი ყავს რა ანუ რაც არის მთელმა რაც არის ეგ არის რა ბლეფი რაც არის ეგ არის რა ო აი შუშის სასახლეში თუ ვეღარ არის ამოფარებული და რამდენიმე ათასმა ადამიანმა რო იცის და არავის არ ჯერა. მთელმა მსოფლიომ იცის უკვე გამოადა და მინათებული აქვს აი ეს დიდი პროჟექტორი და აი ყველამ იცის ვინ არის რა საკეთებს და გასაგებია რომ მონსტრი არის რა. ანუ ეს მონსტრი დავინახეთ და რავი არა მარტო ჩვენ დავინახეთ, არ მთელმა მსოფლიომ დაინახა. ანუ ივანიშვილი ვეღარ შეძლებს საკუთარი თავის აი იმ ილუზიის დაბრუნებას რა. მაგრამ მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ივანიშვილი და რა დღეში იქნება თქვა უახლოეს რაღაც 5 წელში, ხო? აი ეს პრობლემა ამ ადამიანებთან მიმართებაში და ამ კომუნიკაციის პრობლემა სულ იქნება. ანუ ეგ სულ იქნება პრობლემა თუ არ გადაიჭრება რა. თუ ვერ მოვნახეთ აი ეს კი არა მე ახლა მგონია რომ თავარი ცენტრალური საკითხი და ახლა პრინციპში ჩვენი დროც უკვე იწურება და ფაქტიურად ამით დავამთავრებდი მე რომ დღეს ჩვენი თავარი ცენტრალური საკითხი არის გამოვიკლიოთ არ გვინდა ესე აგდება ამ თემის რომ აი ხო ვიცით რომ ფულის თემაა და რაღაც არა რა ნუ შევხედავთ ეგრე გამარტივებულად არის ძალიან ბევრი შრე რის გამოც ადამიანების ერთი ჯგუფი კლავაც რჩება ამ მთავრობასთან უნდა გვესმოდეს ეს რა თქმა უნდა ერთი მთავარი მიზეზი არის დეზინფორმაცია მუშაობს და მარტო ჩვენთან კი არ მუშაობს ძალიან განათლებულ საზოგადოებებში დიდარ საზოგადოებებშიც მუშაობს იქაც შეიძლება მოატყუო მასიურად ტიპები და თუ ატყუებ მაშინ ამ ყველაფერს უნდა ვუპასუხოთ ანუ თუ ვატყუებენ უნდა ვუპასუხოთ სიმართლით თუ ვერ წვდებით არსებული რაღაც ხერხებით ახალი ხერხები უნდა მოვიძიოთ რომ გავავრცელოთ ეს სიმართლე და ადამიანებმა ეს დაინახონ მაგრამ ამის მიღმაც დარწმუნებული ვარ არსებობს გარემოებები რატომაც თქვათ ამჯობინებს ხალხი ტყუილის მიღებას და სიმართლისთვის თვალის დახუჭვას თავრობასთან შეთანხმებას და მასთან კონფლიქტისგან თავის არიდებას ერთი გვესმოდეს თუ ერთად დავიხულებთ არ არსებობს კედელი რომელიც გადარჩება მარტო ხმით ჩამოინგრევა რამ სისქე ბეტონის კედელიც არ უნდა ააშენოს არ არის ლაპარაკი იმაზე რომ მე ამ ხმას შეიძლება კიდე მიწოლაც მოყვეს ეს სხვა არის მაგრამ თავარი რა არის მივიდეთ ამ ერთობამდე მივიდეთ ამ თანხმობამდე თუ გვინდა რომ მივიდეთ დღეს უკვე ძალიან ძლიერი საყრდენი ბაზა აქვს სამოქალაქო საზოგადოებას რამდენიმე 1000 აქტიური ადამიანი და უკვე უნდა დავიწყოთ აი ამ რამდენიმე 1000 ადამიანის ერთობლიობით ფიქრი რაც შეიძლება მეტ ადამიანთან ურთიერთობაზე და რაც შეიძლება მეტის მოსმენა მნიშვნელოვანი რაც შეიძლება მეტთან ლაპარაკია მნიშვნელოვანი და ეს არის ის რაც აი ამ რეფორმაციის პროცესს გახდის წარმატებულს. კარგად გვახსოვდეს რეფორმაციის პროცესი. რეფორმაცია ეს იყო
პატარა ჯგუფების მიერ წამოწყებული, მაგრამ უდიდესი შედეგით დამთავრებული, რა თქმა უნდა, დრო დაჭირდა ამ ყველაფერს, პროცესს და ჩვენს უკვე ხედავთ, რომ დრო გჭირდება, მაგრამ ეგ არის, ანუ თუ ვაკეთებთ და თუ სერიოზულად რაღაცას ვცვლით, ყველაფერს დაჭირდება დრო, სამაგიეროდ შედეგი ამ მოლოდინების, ვთქვათ, საფასურს და აი ზიანს და ზარალს, რასაც ყველა ჩვენთაგანი განვიცდით, მორალური, ფიზიკური, მატერიალური, ნებისმიერი, აი ჩვენ აღარა გვაქვს დრო იგივე. ხო, რა ზოგი რა დროშია, ზოგი რა დღეშია, აი ამას აანასხაურებს. კარგი, მართლა აღარა გვაქვს დრო და რავი, დავემშვიდობოთ ახლა. დავემშვიდობოთ. აი, დროებით და მალე დაგვიბრუნებთ. დროებით.